უცნობია რატომ არის საგამოძიებო უწყება პანიკაში და რას ეძებს ბიზნესმენის პარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის ავტომობილში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, იქ სადაც ირაკლის ავტომობილია უკვე რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე იზა კელენჯერიძის განცხადების საფუძველზე ხელბორკილები დაადეს გიორგი ჩიკვაიძეს, უკვე სხდომათა დარბაზიდან გამოსულ ირაკლი პაპიაშვილს დახვდნენ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები და მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო მოსთხოვეს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო მისი პირადი ჩხრეკა. თავდაპირველად ირაკლი თბილისის საქალაქო სასამართლოში სათადარიგო ოთახში შეიყვანეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი ჩხრეკა. ამის შემდეგ კი უკვე ის გადმოიყვანეს პირად ავტომობილთან, სადაც ჩატარდა ასევე ჩხრეკა და ამ ავტომობილიდან ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს მისი განმარტებით ერთი გაფუჭებული მობილური და ასევე ადვოკატისთვის განკუთვნილი ჰონორარი, რომელიც დღეს მოუტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რადგან მხარეები უკვე შეგუებულები იყვნენ, რომ მოსამართლე მიიღებდა გადაწყვეტილებას და ორივე მათგანს გაუშვებდა პატიმრობაში. რაც შეეხება მის ავტომობილს, უკვე რამდენიმე წუთში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები ამ ავტომობილს გადაიყვანენ მათ საპარკინგ სივრცეში. ირაკლი პაპიაშვილი ამბობს, რომ ის ახლა გარედან გააგრძელებს ბრძოლას და რეჟიმის მხილებას, რისიც ასე ძალიან ეშინოდა ოლიგარქს და მის წარმომადგენლებს. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ფინანსური პოლიციის განმარტებით უკავშირდება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, სავარაუდოდ იმას, რაც დღეს პროკურატურამ წარმოადგინა, თითქოს გიორგი ჩიკვაიძე ცდილობდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან შემუშავებინა გეგმა დაითვალიერებინა ეს სივრცე, რადგან პროკურატურამ დღეს სხდომათა დარბაზში თქვა, რომ გიორგი ჩიკვაიძე 6 და 7 მარტს იმყოფებოდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან, თუმცა ირაკლი პაპიაშვილის განმარტებით დღეს სხდომაზე არც ერთი მტკიცებულება პროკურატურას არ წარმოუდგენია და პაპიაშვილი ამბობს, რომ ეს არის ტერორის და დაშინების მორიგი მცდელობა და იმის გაგრძელება, რაც 72 საათის განმავლობაში ორივე ბრალდებულს მოუწყეს. მე წარმოდგენა მაქვს დაახლოებით რასაც ეძებენ, მაგრამ რაღაცებს ვერც მანქანაში, ვერც საქართველოს ტერიტორიაზე მიწაში, ვერც საში და ვერც ვერსად ამას ვერ იპოვე. მქონდა $5,000 ადვოკატის ანაზღაურება წამოღებული, უნდა გადაეცა ჩვენს მეგობარს იურისტისთვის საბოლოოდ, რომ გაეგრძელებინა ჩვენი ინტერესების დაცვა. ასევე ამოიღეს მანქანიდან დაახლოებით $100. ჩემი თანხაც არ იყო, ჩემი მეგობრის თანხა. და ამიტომ ეს. აი ეს $1 იქნება, რითიც ვიყიდით ძალიან დიდ ბედნიერებას, რომელსაც მთელი საქართველო ერთად იზეიმებს ამათი რუსეთში გამგზავრება. შუამდგომლობით შემოვიდა, რომ ვითომ ცდილობდა გიორგის აზღვრის გადაკვეთას და პროკურატურამ შემოიტანა მაგის შუამდგომლობა და მაგის საფუძველზე დააკავეს გიორგი, მაგრამ ამ შუამდგომლობას ჭირდება რაღაც საბუთი, მინიმუმ რაღაც ნაგლეჯი, რომ რაღაცით ხო უნდა ადასტურებდეს აი 1%-ს. და თუ ამ საგამოძიების ფარგლებში როდესაც ატარებდნენ, რაღაცა ერთი ნაგლეჯი მაინც ქონდათ, რატო არ მოიტანა დღეს სასამართლოს? ამით ვფიქრობ და ამით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მათ არაფერი არ აქვს. ოპერატიული ინფორმაცია განხორციელდა იმ სისხლის სამართლის ფარგლებში, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება. ამ ღონისძიებას მე არ ხელმძღვანელობდი. რომელ სისხლის სამართლის საქმეზეა საუბარი? ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ დაგესაუბრებით. დაინტერესების შემთხვევაში ინფორმაციას მოგატვით საგამოძიებო საქმეში. თქვენ რა ოპერატიული ცნობა მოგაწოდეს, რომ გიორგი ჩიკვაიძე ამ ავტომობილით აპირებდა სადახლოს გამშვები პუნქტით ქვეყნიდან დატოვებას? ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით სხვა ინფორმაციას ვერ მოგაწვით. მადლობა. რის გამო ჩატარდა გიორგი ჩიკვაიძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა? გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს. ახლა თქვენ პრესს როგორ მიმართოთ? თქვენ უნდა მიპასუხოთ. თქვენ იყავით ადგილზე და რას ეხება საქმე? მიმდინარე საქმეა თუ ის ფარული ჩანაწერები, რომლის გასაჯაროებასაც ჩიკვაიძე ანონსებდა. ჩიკვაიძე რომ ანონსებდა, რომ მხილების სერიას მოუწყობდა ოლიგარქს, ახლა ამ მტკიცებულებებს ეძებთ, ეს არის თქვენი მთავარი დავალება, რომ რამე მტკიცებულება არ გამოაშკარავდეს. ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე აქტიურად საუბრობდა და ამხელდა რეჟიმს, სწორედ ამის გამო მისი სასამართლო პროცესები მიყოლებით ჩანიშნეს. ამის შემდეგ კი უკვე გუშინ პროკურატურამ მოითხოვა, რომ შეცვლილიყო აღკვეთი ღონისძიება, საპატიმრო გირაო უკვე პატიმრობით და დღეს მოსამართლეს დასჭირდა სულ 15 წუთი იმისთვის, რომ სათათბიროდ გასულიყო და შემდეგ შემოსულიყო და უკვე სხდომათა დარბაზში დაედოთ გიორგი ჩიკვაიძისთვის ხელბორკილები. პროკურატურა ამბობს, რომ ჩიკვაიძე არ ესწრებოდა სხდომებს და ასევე ახალი გარემოება გამოიკვეთა ბრალდების მხარის განმარტებით, რადგან მათი განმარტებით 6 და 7 მარტს გიორგი ჩიკვაიძე აქტიურად იმყოფებოდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან.